ფოტოგრაფიის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს და რომლის პოპულარობაც მსოფლიოში დღითი დღე იზრდება. ჯეო ასტრო ქართველი ასტროფოტოგრაფებისგან შემდგარი ჯგუფია, რომლებმაც აღიარება უკვე საზღვრებს გარეთაც მოიპოვეს. გავიცნოთ, ვინ არიან ამ ჯგუფის წევრები, უფრო დეტალურად გავიგოთ, რას ნიშნავს ასტროფოტოგრაფია და როგორ მოხიბლა უცხოური გამოცემები კამერაზე აღბეჭდილმა ქართულმაცამ. ეთერში მე ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ მაქვს კიდე ერთი ახალი ოცნება, ძალიან ლამაზი ფოტოები ვნახეთ, თუ და სხვადასხვა ჩვენ ტელემაყურებელმაც ნახავთ, კი. არსებობენ ფოტოგრაფები და არსებობენ ასტროფოტოგრაფები და არსებობს ამ ასტროფოტოგრაფების ჯგუფი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის სტუდიაში და მას უკვე არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც იცნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური გამოცემა დაინტერესდა სწორედ ჩვენი ფოტოგრაფების. და ამას უფრო დეტალურად სწორედ ამ ადამიანებისგან გავიგებ და იმაშიც ჩამოვყალიბდებით, რაზე ვოცნებობთ. ისეთ ლამაზ კადრებს ნახავთ თქვენც, რომ შეიძლება ბევრნი შემომიერთდეთ და მოგოცნების სახდენა არ არის რთული და გეტყვია. აი, გავიგებთ დღეს. ჩვენი სტუმრები არიან ასტროფოტოგრაფი ბექა მამუკელაშვილი, რომელიც ასევე სტუდენტია, ასევე სტუდენტი და ასტროფოტოგრაფი დიმიტრი გოდერძიშვილი და ლაშა ებიტაშვილი, ასტროფოტოგრაფი. პირველ რიგში დიდი მადლობა მამუკაშვილი. არა, გადავწყვიტე რომ მამუკელაშვილი. არა, შეიძლება. ჯერ დავიწყოთ ზოგადად რას გულისხმობს, ხო, ეს ასტროფოტოგრაფია, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფოტოგრაფიისგან ალბათ კიდევ უფრო რთულია, იმიტომ რომ გაცილებით უფრო დიდ დროს მოითხოვს, ხო? ესე იგი, ასტროფოტოგრაფია რა თქმა უნდა განსხვავდება ჩვეულებრივი ფოტოგრაფიისგან, იმიტომ რომ ის ციური ობიექტები, რასაც ჩვენ დაუშვათ თვალით ვერ ხედავთ, კაშკაშებენ ძალიან მკრთალად, ასე რომ ვთქვა და საჭიროა ძალიან დიდხნიანი დაყოვნება იმისათვის, რომ იქიდან წამოსული სინათლე აღიქვას დაუშვათ კამერა და მერე მოხდეს ამ ყველაფრის დამუშავება და ფოტოდ ჩამოყალიბება. ასევე განსხვავდება იმ სპეციფიკით, რომ საჭიროებს სპეციფიკურ გარემოს, აუცილებლად საიდანაც მოხდება გადაღება. აუცილებლად დაბინძურება. ხო, ქალაქის და ხო, უნდა იყოს მინიმალურად სინათლის დაბინძურება, უნდა იყოს ასევე რაც შეიძლება ზღვის დონიდან მაღალი ლოკაცია, იმიტომ რომ ატმოსფერო უფრო გამჭვირვალეა და იქ რხევები ნაკლებია და ნუ რა თქმა უნდა ამინდი. ხო, ქარიანი ამინდი არ უნდა იყოს. ანუ ამინდზე და ესეთ დეტალებზე მე რა ვილაპარაკოთ, აი, მოდი როგორ დაიწყეთ? მე ბავშვობიდან ვიყავი ანუ ფოტოგრაფიით დაინტერესებული, ოღონდ ასტროფოტოგრაფიით არა. მაინტერესებდა რაღაც ვიღებდი სურათებს, ჩემთვის ხან რაღაც წვიმის წვეთებს, ყვავილებს, როგორც ყველა იწყებს ხოლმე და და წვიმის წვეთებიდან და ყვავილებიდან გზა უკვე ასტროფოტოგრაფამდე როგორი? როდესაც გარკვეული ცოდნა დამიგროვდა, მე რაღაც სოციალურ ქსელში შევხვდი რაღაც ვარსკვლავების სურათს, აი ჩვენ რო სტარტრეილებს ვეძახით და მეც მქონდა ამის გადაღების მცდელობა. და ქართველის სახელი და გვარი რო დავინახე როგორც საავტორო უფლებები ძალიან დავინტერესდი და გავიკითხე. დავით თვალი? არა, დავით თვალის სურათი არ იყო, თუ არ ვცდები ბექას სურათი იყო სტარტრეილების. და ჩემ ჯგუფელს კითხე და მე რაღაც გავიკითხე და ასე მივაგენი ბექას. აღმოვაჩინე. და თუმცა ერთ-ერთი პირველი სწორედ დავით თვალი იყო, ის დაიწყო ასტროფოტოგრაფიის პრაქტიკას ბექაკი ამბობთ ამის შესახებ. ანუ ბექა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც თავიდან თავდაპირველი ჯგუფელები ვიყავით, მე, თვალი, ვერძეული და კიდე რამდენიმე 3-4 კაცი. მე თავდაპირველად მაინტერესებდა ასტრონომია, ანუ ფოტოგრაფიით არ ვიყავი არასოდეს გატაცებული. მაინტერესებდა მხოლოდ ასტრონომია, წმინდა მეცნიერული კუთხით და მე რო აღმოვაჩინე, რომ შეიძლება ტელესკოპის ყიდვა, შეიძლება გახედვა ტელესკოპში, ცოტა დამაინტერესა. მე მოხდა ისე, რომ ჩემმა მეგობარმა დავით მაღალდაძემ მაჩუქა ტელესკოპი, პატარა ტელესკოპი და რო ვერ გაუგე რაღაცები, ლინზა დამჭირდა, უფრო მეტად რო დამენახა, მივმართე დვალს. ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, ჯეროდა დვალის არსებობის შესახებ. მივმართე დვალს და მითხრა, რომ მოდი ჩემთანო და ისო რამე ხელსაწყოებს გათხოვებო და რომ მივედი ზუსტად მაგ დროს აყალიბებდა ამ ჯეო ასტროს და ესე მოვხდი რა. თავიდან იყავით 3-4. ხო, ახლა რამდენ ფოტოგრაფს აერთიანებს ჯეო ასტრო? ეს დაახლოებით ვართ 10. კი, და როგორც ფოტოგრაფი აქედან დაახლოებით 5-6 რა.
ანუ თქვენ ფოტოგრაფიიდან მიხვდეთ, თქვენ მეცნიერებიდან და საერთოდ არის რაღაც ადემარკაციო ხაზი. ანუ რა არის, უფრო ჰობია ეს თუ თქვათ ითავსებს იმ მაგალითად ჩვენი ჯგუფელი ლევან ვერძეული ფინანსისტია განათლებით. აი ეროვნულ ბანკში მუშაობს. ანუ მთავარი საქმიანობა ეს არავისთვის არ არის და მაგრამ დამატებითი ცოდნა ბუნებრივია გჭირდება, ხო? კი, რა თქმა უნდა. ესე უბრალოდ მე გადავწყვეტ ახლა რომ პარალელურად ასტროფოტოგრაფი გავხდე და გადავიღო, არ გამომივა. ხო, აი საკმაოდ დიდ ცოდნას მოითხოვს, იმიტომ რომ მე მახსოვს პირველად რომ წავედი ამათ ეგრეთ წოდებულ ვოიაჟზე, ღამის ვოიაჟზე. რა მაგარია, ღამის ვოიაჟზე მიდიხარ. აი კიდევ ტელესკოპს კამერებს. აი როგორც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ რაღაც კულტურული შოკის მსგავსი ეგეთი მქონდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ქართველების ნალაპარაკები 70-80% ვერაფერი ვერ გავიგე. იმდენი უცხო სიტყვა და რაღაც ტერმინი იყო ტექნიკური, რომ ყველაფერი ჯერჯერობით ჩვენთვის გაუგებარია. ჩინური. ნელა შემდეგ გავეცანი და და ეს კამერა უკეთრავად, ჩვეულებრივი კამერებით იღებ თუ ეს ასტროკამერები გაქვთ? კამერას სასურველია ასტროკამერა იყოს, იმიტომ რომ ასტროკამერა შედგება რამოდენიმე ფილტრისგან. ჯერ აუცილებლად ვიღებთ შავ-თეთრ ფონზე ყველა ობიექტს, იმიტომ რომ შავ-თეთრი უფრო ყოველთვის კაშკაშაა და უფრო მკვეთრია. და შემდეგ მიდის ლურჯი, მწვანე და წითელი ფილტრები, ანუ ფერები სხვადასხვა დიაპაზონზე გადაიღება და მერე წერდება ერთად და გამოდის. ანუ ერთ ციურ სხეულს უღებ რამდენიმე სურათს და შემდეგ ერთდება, ხო? რამდენიმე სურათს და სასურველია უფრო დიდხნიანი სურათი გადავიღოთ, იმიტომ რომ ის იკაშკაში რაც მოდის, რაც წეღარ ვახსენე, უფრო კარგად აღიქვას, ის დეტალები უფრო კარგად ამოვიდეს ფოტოში. ანუ სხვადასხვა დროს გადავიღო დიდხნიანი მაგას ნიშნავს. სასურველია განმავლობაში რომ მოაგროვოს სინათლე. ანუ ფოტოაპარატი ხო შედგება ესეთი რაღაცისგან. აქვს სენსორი, რომელზეც შუქი, რომელიც აისახება, ის არის რეალურად ფოტო. ეს სენსორი, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში არის ღია, იქ იმდენი შუქი შემოდის, რასაც თვალი ვერ აღიქვამს. შესაბამისად, ის ობიექტები, რასაც ჩვენ ცაზე ვერ ვხედავთ, ანუ ჩამქრალი ობიექტები, სურათზე უფრო მარტივად ამოდის. ხშირი შეკითხვა დაისმის ყოველთვის, რომ აი ტელესკოპში რო ჩავიხედო, ესე დავინახავ, ვერ დაინახავენ. ამიტომ ამის ერთადერთი საშუალება დედამიწაზე მცხოვრებლებს გვაქვს ასტროფოტოგრაფია. ну ისეთ რაღაცებს უღებ ფოტოებს რაც არც ჩანს. რაც არ ჩანს და რაც შეიძლება არ არსებობს, იმიტომ რომ გამომდინარე სინათლის სიჩქარიდან ის ობიექტები ძალიან დიდი მანძილით არის ჩვენგან დაშორებული, ზოგს ხედავთ დაახლოებით 25 მილიონი მილიარდი წლის წინ, რაც იყო. ეხლა შეიძლება რეალურად არც არსებობს. თუ არსებობს, თქვათ, გადაღების სხვაობა, თქვათ, პლანეტებს სხვანაირად უნდა გადაიღო, თვალე სხვანაირად. ფოტოგენური უფრო. ასეთ შემთხვევაში როგორი ლინზა უნდა დააყენო? ლინზა სასურველია, ну ლინზაზე არ აქვს დიდი აქცენტი, ფოტოების შემთხვევაში, ანუ ღრმა ცის ობიექტების შემთხვევაში, რაც არის galaktikები, ნისლეულები და ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოიყენო ფოტოგრაფირების ტექნიკა, ანუ კადრები უნდა გადაიღო. რაც შეეხება პლანეტებს, სასურველია, რომ გადაიღო რამოდენიმე წამის ვიდეო. ანუ ამ ვიდეოში აუცილებლად ხომ არის რაღაც შემადგენლობა კადრების. შემდეგ არსებობს ესეთი პროგრამა, რომელიც პროგრამას ამოარჩევს საუკეთესო კადრებს და შემდეგ უკვე ეს კადრები იგივე მექანიზმით ისთექება, ეს უცხოური ტერმინია, წებდება ერთმანეთზე და ну ანუ პლანეტები გადაიღება ვიდეოთი, ღრმაცის ობიექტები ფოტოებით. ისიც გამიგია, რომ ერთი ფოტოს გადაღება შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდ ხანს, ხო? რამდენიმე საათის განმავლობაში, ან თუნდაც რამდენიმე ღამის განმავლობაში. რამდენიმე დღის, კი, ღამის. ანუ რაზეა ეს დამოკიდებული, რომ ამინდიც ეს ან როგორც ლაშამ გითხრათ, ჩვეულებრივი ფოტოაპარატის სურათის გადაღების დროს ყველას ალბათ გაუგონია რაღაც ჩხაკუნი, ხო? ამ დროს დიაფრაგმა იხსნება და იხურება უცებ. ამ შემთხვევაში ეს დიაფრაგმა არის გახსნილი 1 წუთი, 2 წუთი და ამ ხნის განმავლობაში აგროვებს სინათლეს. და შესაბამისად გვიხდება ბევრი კადრის გადაღება, ანუ რაც უფრო მეტი კადრია, მეტი სინათლე გვაქვს დაგროვებული. შესაბამისად რა კადრებია? ობიექტი უკეთ ჩანს, ბევრად უკეთ ჩანს და უფრო მკვეთრი დეტალები აქვს. და შანსი გვაქვს, რომ ისეთი ობიექტები დავინახოთ, რასაც ვერ დავინახავთ თვალით. არარეალური კადრები არ არის ახლა ეს მთელი დღის განმავლობაშია, ხო, გადაღებული ეს? მთელი ღამის განმავლობაში. ასტროფოტოგრაფიის დღე არ ვიხმაროთ. საკაში ეს არის. და სად დადიხართ ხოლმე ძირითადად რა ადგილებია? ძირითადი ლოკაციებია ბაზალეთი, კაკაბეთი,
აბას თუმანი პირველ რიგში აბას თუმანი და ნუ ხანდახან დავით გარეთისკენ აი სოფელი უდაბნო არის იქით იქისაც დავდივარ აუცილებლად მინდა ვისაუბროთ იმ გამოცემებზე იმ უცხოურ გამოცემებზე რომელიც მაკომაც ახსენა და ჩვენთან დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩვენს გადაცემაშიც ვახსენეთ რა გამოცემებია სადაც ეს ფოტოები დაიბეჭდა და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ქართველი ასტროფოტოგრაფების ნამუშევრები უკვე ფაქტობრივად საქართველოს გასცდა და მთელმა მსოფლიომ ნახა უცხოური არ ვიცი მაგრამ ლიბერალმა გამოგვაქვეყნა ჟურნალი ლიბერალმა ჯორჯიან ჟურნალი ერქვა ხო იმას ბოლოს გამოგვაქვეყნეს მაგან yellow blog-მაც გამოგვაქვეყნა და სხვათა შორის სტატისტიკებს რო გადავხედე ხო არა მარტო საქართველოსთან გერმანიიდან არის ძალიან ბევრი ხალხი ამერიკიდან კოსტა-რიკადანაც და რავი ისეთი ქვეყნები პირველად წავიკითხე მე დავგუგლე ეს რა არის მე ქვეყანა აღმოჩნდა ეგეთი ქვეყნებიდან არიან და გუშინ სხვათა შორის გუშინ სომხეთის ობსერვატორიამ სახელი დამავიწყდა გააზიარა ჩვენი ფოტო აბასთუმნის ფოტო და რა მაინტერესებს ანუ აქ რეალურად ესე მუშაობს რომ ვისაც უკეთესი აპარატურა აქვს ის უკეთეს ფოტოს გადაიღებს თუ აქვს მნიშვნელობა ვინ იღებს ფოტოგრაფსაც ანუ ფოტოგრაფი ხო ის არის რეალურად ვისაც აქვს ხედვა თავისი ვისაც შეუძლია მოიხელთოს ანუ რეალურად ასტროფოტოგრაფია ძალიან კარგად აღწერს ფოტოგრაფიის მიზანს რომ ის რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ ვხედავთ მე ფოტოში და ანუ აი რამდენად არის და ფოტოგრაფის როლი მოკლედ ასტროფოტოგრაფიაში ანუ ფოტოების გადაღება არის ცალკე ჩამოყალიბებული რაღაც განსაზღვრული ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო და მოაგროვოს მასალა და შემდეგ უკვე ცალკე სწავლება და ცალკე განათლება შეიძლება ესე ითქვას, ჭირდება ამ ფოტოების დამუშავებას. ანუ არსებობს ისეთი პროგრამები, რომელშიც მუშავდება კონკრეტულად ასტროფოტოები და ძალიან სპეციფიკური. არა ფოტოშოპი. არა ფოტოშოპი, განსხვავებული ტექნოლოგია. დამუშავების მერე შეიძლება რაღაცები გაცილებით ლამაზი მოგეჩვენოს ვიდრე არის სინამდვილეში, მაგრამ რა დონეზე მუშავდება, ამას გაუსვათ ხაზი, რომ ეს მართლა ესეთი საოცრებაა და არა მერე რაღაც. ანუ ამ პროგრამით კონკრეტულად მუშავდება წეღან როგორც ვახსენე. ეს რამოდენიმე ფოტო, დიახ, უბრალოდ ედება ერთმანეთზე და პროგრამა აღიქვამს რა არის იმ კონკრეტულ ფოტოში ნისლეული გალაქტიკა რაღაც, რომ ის დეტალი უფრო ამოიტანოს. ფოტოშოპი ძალიან მარტივ დონეზე იხმარება, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არც იხმარება, იმიტომ რომ იქ არის უტერმარკის მისაწევად. ხო, რაღაც შენი პირადი ლოგო რო შენი ფოტოა და არა ვიღაც ხო, აი ძალიან ესეთ მარტივი მასე. ასე რომ ჩვენი ნამუშევრები არ არის ფოტოშოპი, არის რეალურად. პასუხოთ ამ შეკითხვას, ეხა ფოტოგრაფია არის ხელოვნება, აი უფრო ხელოვნებაა თუ უფრო მეცნიერება თუ ორივე ერთად. თუ ვიღაცა არის მეცნიერების ნაწილზე პასუხისმგებელი, ვიღაცა იმაზე, რომ თქვა ფოტო იყოს ხელოვნების ნიმუში. ჩემი აზრით, ანუ ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც სწორედ მეცნიერება და ხელოვნება ყველაზე უკეთ იკვეთება რა. მაგრამ მეცნიერების გარშემო ვერ იქნება. რა თქმა უნდა. და რაც შეეხება მაკოს ოცნებას რომ დაუბრუნდეთ, რამდენად მარტივი ამოცნების აღტენა და რამდენად ძვირია. თქვათ აი ელემენტარული ძალიან ისეთი ყველაზე კი, ანუ სუსტი თქვათ, რომელთაც შეიძლება გადაიღო ფოტო, აი რა ღირებულებასთან გვაქვს აქ. ხშირად მსვენია მეგობრებისგან რომ აპირებენ სადღაც ავსტრალიაში წასვლას, ნორვეგიაში, რომ ნახონ Milky Way. ეს უაზრობაა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იქაც ხო აპირებდი მაგ ისე დაინახავთ იმას, როგორც თბილისს რო გაცდეთ და წახვიდეთ ამ ბნელ ადგილას. ერთადერთი რაც გჭირდებათ არის პროფესიონალური აპარატი, რომელსაც ავსტრალიის ბილეთზე ძვირი დაგიჭდება. მეგობა შეიძლება უბრალოდ გამოართვა, რომელსაც დაყოვნების უნარი აქვს და დაგჭირდება უბრალოდ სადგამი. და შეძლებ რომ დაინახო ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. უბრალოდ ღამის განმავლობაში შეიძლება ცოტა მაინდა-მაინც ისეთი ვერ იყოს, მაგრამ დამიჯერეთ ერთხელ რო ცდით, ვეღარ შეეშვებით ამ საქმეს. ხო, პირველი ფოტო რა იყო რა, რაც მოულოდნელი იყო ალბათ, რომ დაინახე, რომ ეს მე გადავიღე, ხდება ზემო. სხვათა შორის აი ზუსტად მაგ მომენტში აღმოაჩინე, რომ ღამის ფოტოგრაფია იყო ჩემი სტიქია. ნუ ღამის ფოტოგრაფიას ვაკეთებდი, თუმცა ნუ რაღაც ძალიან უმნიშვნელო დეტალებს, ანუ ციურ სხეულებს არ ვიცნობდი, სად იყო ჩვენი გალაქტიკა, სად იყო რაღაც ნისლეულები და ასე შემდეგ. და ერთხელაც რაღაც კადრი გადავიღე, სადაც გამოჩნდა პატარა ლაქა. როგორც მაშინ მივხვდი, ეს იყო რაღაც ციური მოვლენა, მაგრამ ნუ გუგლს დავესესხე ბექასი არ იყოს და მივხვდი, რომ ეს იყო ჩვენი პირადი გალაქტიკა.
Milky Way. და ამის მერე უკვე აი მართლაც დიტოს თქვენს არ იყოს ძალიან ისეთი დიდი ემოცია ამ დროს რომ ხედავ რომ საკუთარი შესაძლებლობით შეგიძლია რაღაც ის კოსმოსურ სივრცეს შეეხო და შენ შეგიძლია რომ აკეთო რაღაც ისეთი რაც მიგხდება და იმას მიწვდე თითქოს რაღაც. რობერ მოგესწროთ ეგეთი არის რომ აი დააგვიანეთ რაღაცის გაკეთება ვერ მოამზადეთ შესაბამისად და რაღაც ძალიან ლამაზი დაინახეთ მაგრამ გადაღება ვერ მოასწარით. ეგეთები ხდება ამ მიმართულებაში თუ არა? ხშირად ყოფილა. ნუ ვერ მოსწრების ფაქტორი ერთადერთი არის თუ დაუშვათ ბოლიდი ან მეტეორი ჩამოვარდა და დიდი ნათება იყო, მაგრამ არის ესეთი მომენტები ჩვენ საქმიანობაში, როდესაც ქალაქგარეთ ხომ მივდივართ, ხომ მიგვაქვს ეს ტექნიკა, ამის აწყობას და ყველაფერს დაახლოებით საათნახევარი ჭირდება. ოღონდ გამომდინარე კლიმატიდან იქ შეიძლება იყოს ნესტი, სიცივე, ყინვა და ასე შემდეგ. ეს ამ ტექნიკა ვერ იმუშავოს გამართულად. აქედან გამომდინარე, დავით დვალს ძალიან ბევრჯერ ქონია ეს ფიასკო განუცდია, რომ აი მივდივართ, თელი შემართებით ვიცით, რომ ამ კონკრეტულ მომენტში რაღაც ობიექტი ძალიან კარგად ჩანს და ნუ ტექნიკამ გვიმტყუნა. და საუკეთესო სეზონი რომელია? ყველა სეზონი. თავი უღრუბლო და უმთვარო იყოს. ანუ ზაფხული არის ძირითადად ნისლეულების, ანუ აფეთქებული პლანეტარული ნისლეულების სეზონი და ზამთარში უფრო აი დაახლოებით ამ პერიოდში ახლა რაც არის, უფრო galaktikები და უფრო ისეთი. ახლა გეგმავთ საქმე უახლოეს დღეებში მომავალში. ღამის ვოიაჟს. იცით, ანუ ესე დაგეგმა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ როცა დავინახოთ რომ ამინდი არის, უცებ აი საღამოს მიმოწერა გვაქვს ხოლმე და უცებ აი სპონტანურად გადავწყვეტებით და ძალიან სწრაფად გავდივართ რომ მოვასწროთ, სწრაფად დავიწყოთ გადაღება. ვებგვერდზე მუშაობთ, ხო? კი, ვებგვერდიც იქნება, მაგრამ კი. სადაც განთავსდება ბუნებრივია თქვენი ნამუშევრებიც განთავსდება როგორც Facebook გვერდზეა და გეგმავთ კიდე რომ რაღაცნაირად ჩვენი გამოცდილების შესახებ მოვუყვეთ. ანუ ჩვენ Facebook page-ზე ვდებთ მხოლოდ სურათებს და რაღაც აღწერას ისეთ თამაგონებელ აღწერას წერთ რომ რაღაც დავაინტერესოთ, ხო, ინტერესი გაჩნდეს. იქ ვფიქრობთ რომ თქვათ რომ გადავიღე მე თქვათ Star Trail-ების ფოტო გადავიღე, ხო? იმის ის დავწერო როგორ ანუ თითოეული ეტაპი აღწერო წერილობით, როგორ გადავიღე ეს და რა ვიგრძენი და ანუ human story რო იყოს. გამოიწევს არა, კითხულში და მომხმარებელში. ისედაც იმდენად ხატრულია ეს ყველაფერი რო უყურებ და ანუ ხშირად არის შეკითხვები რომ აი როგორ გადაიღეთ და გვინდა რომ ესეც აუხსნათ და სხვებმაც სცადონ. ისე ერთ შესწორება შევიდა. ვებგვერდის მისამართი სამწუხაროდ GeoAstroG დაკავებული იყო, ამიტომ Geo-AstroG. Geo-AstroG. Facebook-საც. ასტროლოგები შეძლებნები. GeoAstroG AstroG-ას რომ ამ ვებგვერდზე შეგეძლოთ დაათვალიეროთ უნიკალური ფოტოები. არ გაქვთ იდეა რომ ერთ სივრცეში გააერთიანოთ ეს ყველა ნამუშევარი და ღამე უნდა იყოს გამოფენა? ნახე როგორი აზრი. პრინციპში ფოტოები არის ყველაფერი გაქვთ რაც გჭირდებათ უმაღლესი გვაქვს არა თვალის წყალობით, ნუ გვაქვს საშუალება რომ ჩვენ ვისარგებლოთ. და თქვენი არ გინდათ რომ გქონდეთ და რომ მე მაგოსაც ხალხი ივლის მას იმის აპარატურის ფულით შეგროვდება და საკუთარი გექნებათ და ხალხიც თავის ოცნებას აიხდებს. ძალიან მინდა და არ მოგერიდოთ რომ თუ გავუვიდეთ ჩვენს ტელევაყურებელს ვინმე სურვილი მე მინდა ძალიან დიდი ბევრს გავუჩნდება. ძალიან დიდი წარმატება გესურვოთ. მართლა გამოფენაზე იფიქრეთ და დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ინტერესი ივენტებს, ეგრეთ წოდებულ ივენტებს გეგმავთ, რომ როცა გავალთ, წავიღოთ დიდი დობსონიანის ტელესკოპი და ვიზუალური ტური მოვაწყოთ. და გავახედოთ ხალხს. ამას გამოვაცხადებთ. გამოვაცხადებთ საჯაროდ და ყურადღებით. ძალიან ველოდებით. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. და უყურო გამეებს. შევისვენოთ ცოტა ხნით და დავბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ.